Quertva daglosov ilocavt ნათლისღების დღესასწაულს მოვეც საშუალება რომ კვლავ ამ დღესასწაულის შესახებ თქვა ორი სიტყვა. ეს არის განცხადების დღესასწაული იგივე, რომელიც არის სხვანაირად ღვთის განცხადების. რა განცხადა? ამ დროს განცხადა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, როგორც მაცხოვარი დგას წყალში, რა თქმა უნდა, გარდამოდის სულისწმინდა მტრედის სახით და ისპის ხმას ეციდა, ხო, ეს არის ძეჭიმი საყვარელი და ასე შემდეგ. ანუ ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, რომელიც იყო მანამდე დაფარული და დაფარულად განცხადებული ძველ აღთქმაში, განცხადდა და გამომჟღავნდა ცხადად გამოგვიცხადა ახალი აღთქმის ტრინიტარულ მონოთეიზმში. ანუ ესეც მონოთეიზმია. არაფერს არ იგონოს ჩვენ სამი ღმერთი გვწევს. იქნება ესე, რა თქმა უნდა, იყოფენ ის, რომ ჩვენ რაღაცა გაუგებრად წარმართულ სამმაგ, ასე ვთქვათ, რაღაც სამპიროვნულ ცალ-ცალკე ღმერთს ვალიდებთ, როგორც არის ძველ რელიგიებში აღარ ჩამოთვლი და რაღაც ასე ვთქვათ, პოლითეიზმის მსგავს, თუმცა იქაც ზოგჯერ რიცხვის სამი, იქაც როგორც რაღაც გამოვდებული სწავლების სახით, იქაც ფიგურირებს ხოლმე დიდი თემა, ეს აღარ ჩავუმოვდები, მაგრამ აქ არის სამი პიროვნება ერთ არსი, სამგვამოვანი, სამჰიპოსტასიანი და ერთ არსი. ეს არის ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, რომელიც ადამიანის გონებისათვის, დაცემული ინტელექტისთვის, რაციონალური გონებისათვის ჯვარია. სანამ არ განიმართება და სარწმუნოებაში არ წავა წინ. სარწმუნოებაში წინსვლის პირდაპირ პროპორციულად ამ სამების კარედი, ცხატირო კარედი, თანდათანობით ბოლომდე არა, მაგრამ ჩვენი ჭურჭლის შესაბამისად და საზომისებრ იხსნება და გვეძლევა ნაწილობრივი, სულად მაინც შეუმეცნებადი რჩება. თუმცა კი ქრისტეში შემეცნებადია ჩვენი წინსვლის პროპორციულად, შემეცნებადია და ხდება მისაწვდომი. ერთადერთი რაც ღმერთში შემეცნებადია ის, რომ შეუმეცნებადია. ის რომ რაც არის მისაწვდომი, ის არის რომ იგი მიუწვდომელია, ტრანსცენდენტულია, მაგრამ იმანენტური და მისაწვდომი გახადა ქრისტემ ჩვენთვის და ჩვენთვისა და ჩვენისა ცხოვრებისათვის აღასრულა ყოველი განგებულება და განგვიცხადა ყოველივე და მათ შორის განაცხადა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი მწვერვალი ახალი აღთქმისეული ტრინიტარული დოგმატის გამოცხადების ყოვლადწმინდა სამების დოგმატის სახით, რაც ჩვენ მოგვეცა აი ნათლისღების დღესასწაულს. ამიტომ ნათლისღება ეს არის უდიდესი ღვთაებრივი დღესასწაული, უმაღლესი რანგის დღესასწაული, რაც საშუალებას გვაძლევს ვადიდოთ ყოვლადწმინდა სამება, ვიყოთ და დავრჩეთ და ვართ მკაცრი მონოთეისტები, მაგრამ ამ მკაცრი მონოთეიზმის ფონზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ იმას, რომ იგი არის ღმერთი ერთია, მაგრამ მასში რიცხვი სამი იდუმალად ჩადებული. ეს არ ვაწარმოებთ ჩვენ ღვთაებრივ არითმეტიკა და ალგებრა გეომეტრიას, არამედ ჩვენ ამით უბრალოდ განცხადებულ საიდუმლოს აღვიარებთ, რაც ღმერთმა მოგწვა. ამიტომ ჩვენ შევიმეცნეთ მას ჩვენი საზომისა და მივდივართ წინ სარწმუნოებაში და ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო მეტად გავძლიერდეთ, რწმენაში გავძლიერდეთ, სასვეებაში იმედში გავძლიერდეთ, სიყვარულში გავძლიერდეთ, რაც საშუალებას მოგცემს, რომ გაგვიხსნას ჩვენი სულიერი შემეცნების ორგანოები, რომლებიც ძალიან დიდ დახვეწას, განწმენდასა და დამუშავებასა და სულიერ წინსვლას საჭიროებს. ძალიან ბევრს უფრო მეტად ვიდრე ჩვენ გონია. ამიტომ ვეცადოთ, რომ უფრო მეტად ვიყოთ სრული, როგორც არის ნათქვამი, ვიყოთ სრული, თუმცა მამანი თქვენი ზესითა სრულას. ესეთი სრულყოფილება ახლა ერთბაშად და უეცად მიუწვდომელია, მაგრამ ცდელობა უკვე სათნოება, ვეცადოთ, ბევრი ვითხოვოთ, ვეცადოთ, ვილოცოთ, ვიღვაწოთ, რომ ცოტა მაინც მივიღოთ საზომისეებ ჩვენისა, იმიტომ რომ პატარები ვართ მაინც. ამიტომ მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთათან და სულიწმინდა ქმარავდეთ მამაზე და სულიწმინდა ყოვლადწმინდა სამება, რომელიც განცხადდა ამ დღესასწაულზე თავის საიდუმლოებრივი გამოცხადებით, იყოს ყოველთა თქვენთან მფარველი, რასაც ყველას გისურვებთ.